კორც ჩემი წარდგენა არ ჭირდება, ალბომი არ წავმიგე რომ ხელი მოეწერა საფუძვლად, მაგრამ კორცი. სულ რამდენიმე კითხვით შეგაწმხეთ მოკლედ. მაინტერესებს პირველ რიგში ალბომებად უსმენ მუსიკას თუ ტრეკებად? ტრეკებად. მე არასოდეს არ მივეჩვია ალბომებს. სულ best of CD-ებს უსმენდი და ხო იცი greatest hits, best of-ებს. მაგრამ აი ეს ბოლო 4 წელი რაც შევედი ალბომებში და ცოტა ვეცდები სულ, მაგრამ მაინც არ გამოდის, მაინც ტრეკებზე გადავდივარ. Okay. ჩემი ერთი კითხვა ცოტა აზრს კარგავს greatest album of all time. არა, ჩემი ერწამე და ეს არის ერთი მაიკლ ჯექსონის ინტერვიუ არის და შენი საყვარელი ალბომები რა არის და ამბობს Debussy the greatest hits. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ალბათ ბავშვობიდან მოყოლებული არის Beatles Yellow Submarine. რატო? იმიტომ რომ ლამაზი artwork-ი აქვს. Okay. და ნუ კაი, ესეც ხო იდეაში best of ალბომი არის Yellow Submarine. იმიტომ რომ საუნდტრეკები, ხო, ანუ მულტფილმის მაგრამ მე მაჩუკეს პატარა რო ვიყავი როგორც ალბომი და ვიფიქრე რომ ალბომი არის. ყველაზე ხშირად მოსმენილი მაქვს Discovery Daft Punk-ის. Okay. აი, გიჟივით. Solid choice. როგორც ალბომი Purple Rain, Jackson's Off the Wall. საყვარელი ჯექსონის ალბომი არის უაჭველი და ყველაზე კაი პროდაქშენი რას როდისმე არსებობდა და როდისმე იარსებებს ალბათ ეს არის. ძალიან dance არის ინსტრუმენტალურად, რავი, 128 ტრეკი შეიძლება ჩაშალო ისე რომ. მაგრამ რამდენიმე ტრეკის ჩამოვწერე ონლაინ სტემები დევს რა და მართლა 150 ტრეკი არის. მაგრამ მიქსში რაც ისმის სინამდვილეში არის აქედან შეიძლება 40 რა. ანუ იბა Rock with You-ში ვთქვათ. რამდენი დამატებით ინსტრუმენტები არის ჩაწერილი რაც არ ისმის. თან მაგ ალბომზე ამბობდნენ რომ Quincy Jones-ი ვლიდა მუსიკოსებს, რომ მე რაღაცა ზედმეტი გაფორმებების გარეშე ძალიან წმინდად ის დაეკრათ მარტო რაც მათ უნდათ რა. და Rock with You-ს იმაზე ხო იცი ლეგენდა, ეს ხო ყველა ლეგენდები არის. Rock with You-ს ლეგენდა არის რომ დრამერს დაკვრის წინ უთხრა რომ ეხლა ესეთი ინტროფილ უნდა გააკეთო რომ საუკუნეებს ემახსოვრება და ტიპი რა და ორი წამი ქონდა რომ მაგრამ პედოფილია. ყველაზე underrated ალბომი რა არის შენთვის ან არტისტი ზოგადად რომელსაც რა ვიცი ან სამეგობროში ვერ დაუმღამეს ან მსოფლიოში ვერ დაუმღამეს, მაგრამ ძალიან გიყვარს და გონია რომ არის საკმარისი დაფასება. გონია ძალიან overrated არის underrated-ის თქმა. ყველა აი ხო იცი რაღაცა random არტისტებზე ვამბობთ რომ ვა რა underrated არის და underrated და ყველა underrated არის და ბოლო ორი კვირა ჯექსონის ფილმის მერე Instagram-ზე რო შესულიყავი იყო რომ პრინცი რა underrated არტისტი არის და მე ხო იცი ვისთვის კონკრეტულად ეხლა აქ დავდიოდი ვიღაცა ტიპი მეუნებოდა ძალიან underrated ხარ რა ანუ არ უგზნობ თავს underrated რა ვქნა ანუ perfectly fine rated ანუ არსებობს სავარაუდოდ underrated არტისტები მაგრამ მგონი მუღამი არის რაღაც არტისტს რო აღმოაჩენ აი ახლა ფირფიტაში ვთქვათ და მე უსმენ ჩემი ინსტინქტი არ არის რომ თქვა underrated არის ჩემი ინსტინქტი არის რომ ამ წამს აღმოვაჩინე და ვა აქამდე არ ვიცოდი აი ხო ანუ რავი აი ჩემთვის underrated არის YouTube მუსიკოსი რომელიც ვფიქრობ რომ წკინვალე ინსტრუმენტალისტი და მელოდიის მწერალი არის მაგრამ ანუ YouTube-ზე არ არის underrated მილიონობით ნახვები აქვს მაგრამ ლეიბლი არ ყავს მუსიკას ვერ გამოსცემს თვითონ გამოსცემს რაღაცებს და რავი ჩემთვის underrated არის იმიტომ რომ ყურადღებას არ აქცევენ უბრალოდ საკმარისად რა და საკმარისმა ხალხმა არ ხო მაგრამ ანუ მილიონები ნახვა თუ აქვს YouTube-ზე მეტი რა უნდა ცხოვრებაში ანუ მეც მინდა მილიონი ნახვა მეც მინდა მილიონი ნახვა ყველას გვინდა მილიონი ნახვა YouTube-ზე რა ლეიბლი ერთხელ ცოტა გრძელი ჩავწერო ცოტა